ამოცანა 1.15-ის პირველი ხედავთ, რომ წილადების და აწილადების შეკრებაა, პერიოდული აწილადებიც არის. მივყვეთ თავიდან და განვიხილოთ სათითაოდ. პირველ რიგში უნდა შევასრულოთ ჭრილებში მოთავსებული მოქმედება, შერეული რიცხვების გამოკლება. პირველ რიგში მთელს ნაწილს გამოვაკლოთ მთელი ნაწილით, 6-13 არის 3 და 1/2-ს უნდა გამოვაკლოთ 7/9. ამისთვის წილადები უნდა გავაერთმშელიანოთ, საერთო ნიშნელი იქნება 18, მრიცხველში დაიწერება 1/9 - 7/2. გამრავლებული 18-33-ზე უცვლელად გადავიწეროთ, პლუს 2/2, 2/2 გამრავლებული ამ ჭხილზე. 2/2 გადავაქციოთ წილადად. დავწეროთ 22/10, ან როგორ უნდა გადავაქციოთ წილადად. უნდა დავწეროთ მძიმის გარეშე რიცხვი, რაც წერია რიცხველში და მნიშვნელში უნდა დავწეროთ ერთიანი და იმდენი ნულიანი, რამდენი ციფრი წერია მძიმის შემდეგ, ანუ 1. გამრავლებული 0.24 პერიოდს მინუს 0.09 პერიოდში. ახლა პერიოდული აწილადებიც უნდა გადავაქციოთ წილადად. როგორ გადავაქციოთ? როცა მარტო ჭხილებში გვიწერია რიცხვი, ანუ გვიამას წმინდა პერიოდი, უნდა დავწეროთ რიცხველში თვითონ ეს რიცხვი, რა რიცხვიც ჭხილებში წერია და მნიშვნელში უნდა დავწეროთ იმდენი ცხრიანი, რამდენი ციფრიც ჭხილებში წერია. ჭხილებში წერია 24, ანუ 2 ციფრი წერია 2 და 4, და ამიტომ დავწერეთ 2 ცხრიანი, ანუ 99. მინუს ანალოგიურად იქნებოდა 0.9 პერიოდში, ხო? ანუ რიცხველში უნდა დავწეროთ მარტო ცხრიანი და ნიშნულში დავწეროთ იმდენი ცხრიანი, რამდენი ციფრიც ჭხილებში წერია. შემთხვევაში 2 ციფრი წერია და 2 ცხრიანიც დავწერეთ. პლუს 2/11 უცვლელად გადავიწეროთ და აქ უკვე ჩვეულებრივი წილადების მოქმედებები წიlaდებზეა. მივუბრუნდეთ ისევ პირველ ჭხილს, აქაც ეს სამიანი შევიტანოთ ნიშნელში რო შეგვაქვს სამიანს ვამრავლებთ, უბრალოდ შევიტანოთ რიცხველში და სამიანი უნდა გავამრავლოთ 18-ზე, პლუს 1/9 - 2/7 არის 14. გამრავლებული 18-33-ზე უცვლელად გადმოვიწეროთ, 22/10 შევკვეცოთ და არის 11/5, 2-ზე რო შევკვეცოთ, 24-ს აქ ნიშნულები ტოლი აქვს და 24-ს გამოვაკლოთ 9 არის 15/99. და პლუს 2/11-ით უცვლელად გადავიწეროთ. გამოვიანგარიშოთ აქ რიცხველში მოთავსებული მოქმედება და არის 3/18 პლუს 9 - 14 59. გამრავლებული 18-33-ზე უცვლელად დავწეროთ, პლუს 11/5 გამრავლებული 15-99-ზე შეგვიძლია შევკვეცოთ. 11 და 99 11-ზე შეიკვეცება და აქ 1 და აქ 9 დაგვრჩება. 5 და 15 რო შევკვეცოთ, აქ 1 და აქ 3 დაგვრჩება და 3 და 9-ს რო შევკვეცოთ, 1/3 დაგვრჩება საბოლოოდ. და პლუს 2/11-ით უცვლელად გადმოვიწეროთ. პირველი მოქმედება ისევ აქ გამრავლება უნდა შევასრულოთ. ხედავთ, რომ მის შეკვეცა ჯვარედინად შეგვიძლია 18 და 18 შევკვეცოთ და მივიღეთ 59-33-ს პლუს მოდი ესენიც ბარემ 33-ის ტოლნიშნელამდე მივიყვანოთ. 3 11-ზე უნდა გავამრავლოთ და 1 11-ზე უნდა გავამრავლოთ. მივიღებთ 11-33-ს, აქ 2/11 მრიცხველი დანიშნული 3-ზე უნდა გავამრავლოთ და მივიღებთ 6/33-ს. აქ ნიშნულები უკვე ტოლი აქვს და პირდაპირ შეგვიძლია შევკრიბოთ და არის 66-33 და 66-33-ზე რო გავყოთ, არის 2. ამოცანა 1.15-ის მეორე. ხედავთ, რომ წილადები და აწილადების მოქმედებები არის. მივყვეთ და განვიხილოთ სათითაოდ. პირველ რიგში 2 გაყოფილი 3/1/5-ზე შერეული რიცხვი უნდა გადავაქციოთ წილადად, ანუ 2 უნდა გავყოთ, 3/1/5 არის იგივე 16/5.
პლუს 3.1/4 გაყოფილი 13-ზე, 3.1/4 გადავაქციოთ წილადად, იქნება 3+1 არის 13/4, გაყოფილი 13-ის მაგივრად დავწეროთ გამრავლებული 13-ის შებრუნებულზე, ანუ 1/13-ზე. დავხურებთ ჭრილი, გაყოფილი 2/13-ის მაგივრად დავწეროთ გამრავლებული 2/13-ის შებრუნებულზე, ანუ 3/2-ზე. პლუს ამას შემდეგ ჭრილში ხედავთ, რომ შერეული რიცხვს ვაკლებთ წილად. მოდი გავაერთმევშნელიანოთ, საერთო მნიშვნელი იქნება 36, 2/10-ის მაგივრად დავწეროთ 2-ჯერ 36, 5-ის მაგივრად დავწეროთ 5-ჯერ 2, იმიტომ რომ მნიშვნელი 2-ჯერ გავზარდეთ და 17 - 17 უცვლელად გადავიწეროთ. გამრავლებული 18/65-ზე უცვლელად გადავიწეროთ და პლუს ხედავთ, რომ არის პერიოდული აწილადების შეკრება. ეს პერიოდული აწილადების შეკრება ჯობია გადავაქციოთ წილადებად. როგორ გადავაქციოთ ახლა? გვიწერია 0.1 და 6-იანი ფრჩხილებში, ანუ 0.1 და 6 არის პერიოდში. პერიოდული აწილადი რო წილადად გადავაქციოთ, უნდა მოვიწეროთ მძიმის შემდეგ რა რიცხვიც წერია ამ რიცხველში, ანუ ფრჩხილის გარეშე წერია 16, უნდა გამოვაკლოთ ის რიცხვი რა რიცხვიც წერია ფრჩხილებამდე წერია 1, ანუ 16-ს გამოვაკელით 1, შევაფარდოთ იმდენ ცხრიანთან, რამდენი ცხრიანიც ფრჩხილში წერია, სწორედ რამდენი ციფრი ფრჩხილში წერია 1 ციფრი და შევაფარდოთ 1 ცხრიანთან და უნდა მივწეროთ იმდენი ნული, რამდენი ციფრით მძიმემდე წერია. ფრჩხილის შემდეგ წინ მძიმემდე, ფრჩხილის წინ მძიმემდე წერია 1 ციფრი და 1 ნულიანი დავწერეთ. ანუ 0.1 და 6 პერიოდში გივიაროთ 16 - 1 90. პლუს 0.3 პერიოდში, ეს უკვე წმინდა პერიოდული აწილადია და ამის გადაქცევა უფრო მარტივია. მარტო ფრჩხილებში როცა წერია რიცხვი წერთ იმ რიცხვს, რა რიცხვიც წერია რიცხველში, ამ ფრჩხილებში რა რიცხვიც წერია დავწერეთ რიცხველში და ნიშნულში დავწერეთ იმდენი ცხრიანი, რამდენი ციფრიც წერია ფრჩხილებში, ანუ 1 ცხრიანი. 3/9. 0.3 პერიოდში ქვემოთ იგივეა და 3/9 გადავიწერეთ და პლუს 1.1/6 არის პერიოდში. ესეც ანალოგიურად უნდა გადავაქციოთ, როგორც პირველი პერიოდული აწილადი გადავაქციეთ, უბრალოდ მთელი იქნება 1. ანუ 1 ამოვიწერეთ მძიმის შემდეგ რა რიცხვიც წერია რიცხველში 16, ანუ გამოვაკელით ის რიცხვი, რაც ფრჩხილებამდე წერია, ანუ 1-იანი, შევაფარდეთ იმდენ ცხრიანთან, რამდენი ციფრი ფრჩხილებში წერია, ანუ 1 ცხრიანი დავწერეთ და იმდენი ნულიანი მივუწერეთ, რამდენი ციფრით წერია მძიმემდე, მძიმიდან ფრჩხილამდე, ანუ 1 ციფრი წერია და 1 ნულიანთან შევაფარდეთ. მიღებული გამოსახულებაში უკვე ყველა წილადია და წილადებზე მოქმედებები ვიცით წესით. მივყვეთ ისევ თავიდან. გაყოფა შევცვალოთ გამრავლებით. გაყოფილი 16/5-ის მაგივრად გამრავლებული 5/16-ზე დავწეროთ. ფრჩხილებში მოთავსებული მოქმედება გავამრავლოთ, 13 ჯვარედინად შეიკვეცება და 1/4 წერია. გამრავლებული 3/2-ზე უცვლელად გადავიწეროთ. გამოვიანგარიშოთ ეს, რომ 2-ჯერ 36 პლუს 5-ჯერ 2 მინუს 17 არის 65 და გავამრავლოთ 18/75-ზე უცვლელად დავწეროთ და გამრავლებული 16 მინუს 1 არის 15/90 და 3/9-იც მივიყვანოთ 90 ისეთ მნიშვნელამდე წილადამდე, რომლის მნიშვნელი იქნება 90 და იქნება 30/90. ქვევითაც ანალოგიურად 30/90 იქნება 3/9-ის მაგივრად, 1-იანი შევიტანოთ მნიშვნელში და იქნება 1-ჯერ 90 - 90 და პლუს 15. 16 - 1 არის 15.
მივყვეთ ისევ სათითაოდ და გამოვიანგარიშოთ, 2 და 16 შეიკვეცება და 16-ის მაგივრად 8 დაგჩვება. 5 მერვეც პლუს 1 ჯერ 3 3-ია, 2 ჯერ 4 2-ია, 3 მერვედი. 65 და 65 შევკვეცოთ, 18 და 36 18-ზე რო შევკვეცოთ 1 მეორედია. გამრავლებული აქ ნიშნულები ტოლი აქვს და 45 90 იქნება. ამ დიდი წილადის ხაზის მაგივრად დავწეროთ 2 წერტილით გაყოფა. ზემოთ მრიცხველები რო შევკრიბოთ 30 + 90 + 15 135 იქნება. ნიშნელი არ შეგვიცვლია. გავაგზელოთ, უნდა გამოვიანგარიშოთ ფრჩხილები. ფრჩხილები რო გამოვიანგარიშოთ 5 მერვეც პლუს 3 მერვედი არის 8 მერვეც 8 მერვედი და დავუმატოთ 1 მეორედი. აქ გაყოფა შევცვალოთ გამრავლებით. გაყოფილი 135 90-ის მაგივრად გამრავლებული 90 135-ზე, ანუ ეს შევაბრუნეთ. 8 მერვედს რო 1 მეორედი დავუმატოთ, 8 მერვედი 1 მთელია და 1 მთელს რო 1 მეორედი დავუმატოთ, არის 1 მეორედი, ანუ 3 მეორედი. გავამრავლოთ, ეს რო შევკვეცოთ 90 90-თან რო შევკვეცოთ არის 1, 45 და 135 45-ზე შეიკვეცება და 135 რო 45-ზე გაიყოფა არის 3, ანუ 3 მეორედი გამრავლებული 1 მესამედზე. 3 და 3 შეიკვეცა ჯვარედინა და დაგვრჩა 1 მეორედი და 1 მეორედი არის იგივე 0.5 წილადად რო გადავაქციო. ამოცანა 1/15-ის მესამე. მოქმედებები პერიოდული. პირველ რიგში პერიოდული აქტივობები უნდა გადავაქციოთ წილადება. წერია 0.8 და 3 პერიოდი. პერიოდული აწილადი წილადად რო გადავაქციოთ, პირველ რიგში უნდა მოვიწეროთ მრიცხველში ის ციფრი, რაც მძიმის შემდეგ წერია, ანუ 83. უნდა გამოვაკლოთ ის რიცხვი, რაც მძიმიდან ჭხილამდე წერია, ანუ 8. უნდა შევაფარდოთ იმდენ რამდენი ციფრი ფრჩხილებში წერია, ანუ 1 ციფრი წერია და მივწეროთ იმდენი ნულიანი, რამდენი ციფრი წერია მძიმიდან ჭხილამდე, ანუ 1 ციფრი წერია და 1 ნულიანი დავწერეთ. მინუს 0.4 და 6 პერიოდში. აქაც ანალოგიურად, ანუ ამოვიწერთ იმის შემდეგ რა რიცხვი წერია, ანუ 46. ამოვაკლებთ იმ რიცხვს, რაც მძიმიდან ჭხილამდე წერია, ანუ 4. დავწერთ იმდენ ცხრიანს, რამდენი ციფრი ჭხილებში წერია, ანუ 1. და იმდენ ნულიანს, რამდენიც ჭხილიდან მძიმემდე წერია, ანუ 1 წერია და 1 ნულიანი მივწერთ. 1.5 ჩვეულებრივად წილადად რო გადავაქციოთ 11/6 იქნება. გამრავლებული 1.125 1000 რო წილადად გადავაქციეთ არის 1125 1000. ანუ ეს რო წილადად გადავაქციოთ, უნდა დავწეროთ მრიცხველში ეს რო წილადად გადავაქციოთ, უნდა დავწეროთ 1125 მრიცხველში როგორც წერია და ნიშნულში უნდა დავწეროთ ერთიანი და იმდენი ნულიანი, რამდენიც ციფრით წერია მძიმის შემდეგ, ანუ 3. 1.3 წილადად რო გადავაქციოთ 7/4 იქნება და მინუს 0.41 და 6 გვაქვს პერიოდში. აქაც ვიქცევით ანალოგიურად. ანუ მრიცხველში ვწერთ მძიმის შემდეგ რა რიცხვით წერია, ანუ 416, ვაკლებთ იმ რიცხვს, რაც მძიმიდან ჭხილამდე წერია, ანუ 41. ნიშნულში უნდა დავწეროთ იმდენი ცხრიანი, რამდენი ციფრიც ჭხილებში წერია, ანუ 1. ციფრი წერია და 1 ცხრიანი დავწერეთ და უნდა მივწეროთ ცხრიანს იმდენი ნულიანი, რამდენი ციფრიც წერია ჭხილიდან მძიმემდე, მძიმიდან ჭხილამდე. ანუ 2 ციფრი წერია და 2 ნულიანი მივწერეთ.
0.59 უბრალოდ 59 მიასედაც შევცვალოთ და უკვე წილადებზე მოქმედებებზე დავიდა. 83 მინუს 8 არის 75, 46 მინუს 4 არის 42, 11 მე-6 უცვლელი დავტოვოთ, 1125 მე-1000 შევკვეცოთ და შევკვეცეთ 125-ზე, ზემოთ 9 არის, ქვემოთ 8, 7 მე-4 უცვლელად დავწერეთ და 416 მინუს 51 არის 375. 900-თან მნიშვნელია კაც 59 მე-10 დავტოვოთ. აქ უბრალოდ გამოვიანგარიშოთ, რომ 75 მინუს 42 არის 33. შეფარდებული 11 მე-6-თან უცვლელი დავტოვეთ. 9 მე-8 პლუს 7 მე-4 უცვლელი დავტოვეთ და შევკვეცეთ 375 და 900 შევკვეცეთ 25-ზე, ხო, 25-ზე შევკვეცეთ. და მივიღეთ 15-36. შეფარდებული 59 მე-10 უცვლელად დავტოვეთ. ახლა გამოვიანგარიშოთ პირველი წილადი. პირველი წილადი რო გამოვიანგარიშოთ, ჯერ შევკვეცოთ 33 და 90, 3-ზე შევკვეცეთ და 11 30-დია. ეს მთავარი წილადის ხაზი გაყოფით შევცვალეთ და გავყავით 11 მე-6-ზე. აქ წილადების შეკრება რო გვაქვს გავაერთოთ მნიშვნელიანად და 8-ის და 36-ის საერთო მნიშვნელი 72-ია. 72 8-ზე რო გავყოთ არის 9, 9 ჯერ 9 91, 72 4-ზე რო გავყოთ არის 18 და 18 ჯერ 7 არის 126 და 15 ჯერ 2 არის 30. ნიშნელი უცვლელად დავტოვოთ. პირველ ფრჩხილში ანუ აქ გაყოფა შევცვალოთ გამრავლებით, გაყოფილი 11 მე-6-ის მაგივრად გამრავლებული 6 მე-11-ზე დავწეროთ. 91 პლუს 126 მინუს 30 არის 177 და ეს მთავარი წილადის ხაზი გაყოფით შევცვალოთ. ანუ 177 72 გავყავით 59 მე-10-ზე. აქ უბრალოდ გამოვიანგარიშოთ 11-ები შევკვეცოთ და 6 და 30-ით რო შევკვეცოთ მივიღებთ 1 მე-5-ს. 177 და 72-ის 3-ზე შევკვეცოთ და ზემოთ 59-ია და ქვემოთ 24. გაყოფა შევცვალოთ გამრავლებით და 59 მე-10-ის მაგივრად დავწეროთ 159. აქ უკვე გამრავლებები გვაქვს და გამრავლებები შევკვეცოთ 59 შეკვეცავს. 5 შეკვეცავს და 20 დაგვრჩება 20 და 24. მივიღეთ 20-24, 20-24 შეიკვეცება 4-ზე და მივიღებთ 5 მე-6-ს. ამოცანა 1/15 მე-4. ხედავთ რომ მოქმედებები არის პერიოდულ რიცხვებზე. მივყვეთ და ყველაფერი განვიხილოთ. პირველი შევასრულოთ პირველ ფრჩხილში მონათავსებული მოქმედება, ანუ შერეულ რიცხვს ვაკლებთ წილადს. გავაერთოთ მნიშვნელიანად 45-ის და 15-ის საერთო მნიშვნელი არის 45, 2 მთელის მაგივრად დავწეროთ 2 ჯერ 45, 38 უცვლელად გადავიწეროთ და 15 45 რო გავყოთ 15-ზე არის 3 და 3 გავამრავლეთ 1-იან რიცხვებზე დავწერეთ 1 ჯერ 3. გაყოფილი 13.8-ის მაგივრად ესეთ წილადად გადავაქციოთ და 13 ჯერ 9-ს პლუს 8 დაწევროთ მრიცხველში და მნიშვნელში 9-იანი პლუს 3.3 შეფარდებული 65-თან გადავაქციოთ წილადად და 3 ჯერ 65 პლუს 3 შეფარდებული 65-თან დავწეროთ და 0.26 პერიოდში რო წილადად გადავაქციოთ მრიცხველში უნდა დავწეროთ ის რიცხვი რაც ფრჩხილებში წერია ანუ 26 და უნდა შევაფარდოთ იმდენ ცხრიანთან რამდენი რიცხვიც წერია ფრჩხილებში ანუ 2 რიცხვი წერია და 2 ცხრიანი დავწერეთ მნიშვნელში. გამოკლებული 18.1/2-ს მინუს 13.7 პერიოდში. აქ შეგვიძლია უბრალოდ მარტივად მთელს გამოვაკლოთ მთელი და 5.1/2 დავწეროთ და მინუს აქ დაგვრჩება 0.7 პერიოდში. ანუ 7 მე-9, 7-იანს დავწერთ რიცხველში, იმიტომ რომ ფრჩხილებში 7-იანი წერია
და შევაკვირდებთ იმდენ ცხრიანთან, რამდენი ციფრის ფრჩხილებში წერია, ანუ 1 ცხრიანთან. გამრავლებული 1.95-ზე უცვლელი გადავიწეროთ. 0.5-ის მაგივრად 5/10 დავწეროთ. მივყვეთ. 2-ჯერ 45 პლუს 38 მინუს 3 არის 125. გაყოფის მაგივრად დავწეროთ გამრავლება და ეს რიცხვი შევაბრუნოთ, ზემოთ დავწეროთ ცხრიანი და ქვემოთ 13-ჯერ 900 პლუს 8 არის 125. 3-ჯერ 65 პლუს 3 არის 198 და დანარჩენი ეს 26-99 უცვლელად გადავიწეროთ. აქ ფრჩხილებში მოთავსებული მოქმედება უკვე უნდა გავაერთმნიშნელიანოთ, საერთო ნიშნელი არის 18. 5-იანის მაგივრად 5-ჯერ 18 დავწერეთ, 1-იანის მაგივრად 1-ჯერ 9 დავწერეთ, 7-იანის მაგივრად 7-ჯერ 2 დავწერეთ. 1.95 უცვლელად გადავიწეროთ და გამრავლებული აქ 1/2 უნდა მიწეროს. 5/10 რო შევკვეცოთ არის 1/2. მივყვეთ. ჯვარედინად რო შევკვეცოთ აქ 125-ების შეიკვეცება, 9 და 45 9-ზე შეიკვეცება და არის 1/5. აქაც 99 და 198 99-ზე შეიკვეცება და აქ 2 დაგვრჩება, აქ 1, 65 და 26 შეიკვეცება 13-ზე და აქ 2 დაგვრჩება და აქ 5, 2-ჯერ 2 არის 4. 5-ჯერ 18 პლუს 1-ჯერ 900 მინუს 7-ჯერ 2 არის 85 და 1.95 უცვლელად გადავიწეროთ და გამრავლებული 1/12-ის მაგივრად 1/2 უნდა მეწეროს. 1 გაყოფილი 1/5 პლუს 4/5 1/1-ია, 5/5 ანუ 1/1-ია, დიდი წილადის ხაზი შევცვალოთ გაყოფით. 85 შეგვეცავს და გაყოფილი 1/18-თან გადმოვიწეროთ და გამრავლებული 1/2-ზე. პირველი გაყოფა სრულდება და გაყოფა უნდა შევაბრუნოთ გამრავლებით. 1 გამრავლებული 1/18-ით შებრუნებული არის 18 და გამრავლებული 1/2-ზე. ანუ 18 გაყოფილი 2-ზე არის 9 და პასუხი იქნება 9.